არასდროს წავალ ევროპაში ავტოსტოპით. წინა ვლოგს ვინც უყურა ბალტიისპირეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით, იქ ვახსენე, რომ რიგიდან ტალინში წავედი ავტოსტოპით. აი, აქ დაიწყო ჩემი ნამდვილი თავგადასავალი. ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ დავრჩით გზაზე. და მაინც რეალურად რა მოხდა? რა თქმა უნდა, გარკვეული გქონდა წინასწარ თუ საიდან შეიძლებოდა გავყოლილიყავით მანქანას და რა დრო დაგვჭირდებოდა ტალინში ჩასასვლელად. სულ რაღაც 300 კილომეტრი არის რიგიდან ტალინამდე, ეს არ არის დიდი მანძილი. საქართველოში ამ მანძილს ფაქტობრივად ერთი გასტოპით გავდივარ პრინციპში, იმიტომ რომ საქართველოში გასტოპვა მარტივია, მაგრამ ბალტიისპირეთში და არა მხოლოდ მან, ევროპაში ავტოსტოპი არის არალეგალური. და რას გულისხმობს ეს? არასდროს უნდა დადგეთ highway-ზე, ანუ ცენტრალურ მაგისტრალზე, ეს არის არალეგალური და თუ შეგნიშნა პოლიციამ აუცილებლად დაგაჯარიმებს. როგორ შეიძლება გასტოპო ევროპაში A პუნქტიდან B პუნქტამდე? უნდა მიხვიდეთ ისეთ გასამართ სადგურზე, რომელიც მდებარეობს ქალაქის გასასვლელში და უნდა შეუთანხმდეთ მძღოლს, ნებისმიერ მძღოლს, ვინც მიდის შორ მანძილზე. ძირითადად გასამართ სადგურებში არიან ისეთი მძღოლები, ვინც მიდიან შორ მანძილზე, შესაბამისად, უნდა მიხვიდეთ თითოეულ მძღოლს დაელაპარაკო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რეალურად თურმე ჩემი სტილი არ ყოფილა, ისედაც დასაწყისში დიდად არ ვიყავი მაგ ფაქტით. მოხიბლული რომ თითოეულ მძღოლთან მომიწევდა კომუნიკაცია და თუ გამიყოლებდა, მაგრამ მე მაინც ჩემი სტილი ვცადე ამ კონკრეტულ ავტოსტოპის შემთხვევაში. დავდექი არა highway-ზე, არამედ სადგურის გამოსასვლელთან კლასიკური ვერსია ვცადე. რა თქმა უნდა, თავიდან გამიმართლა, პატარა მანძილზე ორმა ქალბატონმა გაგვიყოლა ერთ-ერთ დასახლებამდე. გზაში ვიმოკლეთ სადღაც 50 კილომეტრით, შემდეგ ჩამოგვსვა სხვა ავტოსადგურზე და იქიდან დაიწყო ჩვენი ნამდვილი თავგადასავალი. აქედან გავყევით ერთ-ერთ მანქანას. გვეგონა რომ გაგვიმართლა, გაგვიღიმა ბედმა, მიდიოდა ტალინში, მაგრამ წინასწარ გაგვაფრთხილა რომ 2 საათით უნდა გაჩერებულიყო ერთ-ერთ ქალაქში და რეალურად ჩვენ გვიღამდებოდა და ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი რომ ჩავსულიყავით დღის საათებში, რადგანაც წინა ვლოგში ვახსენე რომ ტალინში ფაქტობრივად ხოსმა დაგვიტოვა გასაღები, თვითონ არ იყო სახლში და უნდა ჩავსულიყავით აუცილებლად დღის სინათლეზე რომ გამოგვერთმია თავის პატარა დისთვის გასაღები და შევსულიყავით სახლში. ეს იყო რეალურად ჩვენთვის პრიორიტეტი და გადავწყვიტეთ ნახევარი გზის გავლის შემდეგ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე ჩამოსულიყავით და ფაქტობრივად აქ დასრულდა ჩვენი ავტოსტოპი. რა მოხდა? ზუსტად საათნახევარი კაცი შვილმა არ გაგვიყოლა. იმდენად ცივი მზერით იდგა იქ ხალხი და იმდენად ცივი მზერით ჩაგვივლიდნენ, რომ ფაქტობრივად იმედი გადაგვეწურა და ასეთ შემთხვევაში ხდებოდა ისე, რომ ვრჩებოდით გზაზე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი გამოცდილება და ზუსტად ამან განაპირობა ის, რომ ევროპაზე მე საერთოდ უარი ვთქვი ავტოსტოპზე. არ მინდა გეგონოთ, რომ ამ წარუმატებლობის გამო ვთქვი ევროპაზე უარი, თვითონ ხალხი არის რაღაცნაირად ცივი, არა ისეთი როგორც ჩვენ ქვეყანაში, ზედმეტად კაციშვილი არ მოგაქცევთ ყურადღებას, ასე რომ რაღაც რომ გიჭირდეთ, შეიძლება დარჩეთ ისევ საკუთარი თავის ანაბარა. სწორედ ეს არის ის მიზეზი ჩაწერის, რომ მოგიწოდოთ არასდროს წახვიდეთ ევროპაში ავტოსტოპით, რადგანაც მათ აქვს სხვანაირი კულტურა, მათ აქვს სხვანაირი ხედვები. ჩემი აზრით, რა დამოკიდებულება შევნიშნე, ევროპაში ავტოსტოპის კულტურას არ ცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ევროპაში დადის ავტოსტოპით, ალბათ ამასაც თავისებური მუღამი ჭირდება, მაგრამ ეს მუღამი ჩემთვის არ არის. მირჩევნია ის კლასიკურად, სტანდარტულად და ლეგალურად ვიმოგზავრო ავტოსტოპით, იმიტომ რომ ავტოსტოპი ჩემთვის არის ის წყარო, რომელიც მეხმარება ადამიანთან კომუნიკაციაში, უფრო მეტად გახსნილი ხდები, უფრო მეტ მეგობრებს ვიძენ და არა მაგალითად A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილების საშუალება. რა თქმა უნდა, ესეც არის გარკვეული დოზით, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი არის ურთიერთობები და მე ეს ურთიერთობები, რაც დავინახე ავტოსტოპით მოგზაურობისას რიგიდან ტალინში, იყო ძალიან ცივი. რა თქმა უნდა, გაინტერესებთ როგორ დასრულდა ჩემი ეს ავტოსტოპის მოგზაურობა. პატარაზე გავრისკეთ, რა თქმა უნდა, highway-ზე ვიცოდით და წეღანაც აღვნიშნე, არის არალეგალური დგომა. შესაბამისად, დავირჩიე ისეთი ადგილი,
არც highway იყო, მაგრამ არც ავტოგასამართის სადგური, უფრო მეტი შანსი მქონდა, ვფიქრობდი, ამ ადგილიდან გამიხცია. რადგანაც ამდენი ხანი ერთ ადგილზე არასდროს არ გავჭედი ვარ, ასე ვთქვათ, და დიახ, გამიმართლა, სულ რაღაც 15 კილომეტრით შეგვიმოკლა გზა, მაგრამ ფაქტობრივად ამ დაწყეული ადგილს მოვშორდით. ჩამოვედით ერთ-ერთ სხვა ავტოგასამართ სადგურზე, სადღაც 200 მეტრში შევნიშნეთ, რომ მაღაზიიდან გამოდიოდა ოჯახი, 2 შვილით და რა თქმა უნდა არცვაც ღელე მივედი, დაველაპარაკე, უთხარი რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა ტალინში მოხვედრა და უახლოეს ქალაქამდე, ასე ვთქვათ, წავეყვანეთ, სადაც თვითონ მიდიოდნენ თუნდაც და ფაქტობრივად მივეყვანეთ ისეთ ადგილამდე, საიდანაც გავყვებოდით ავტობუსს. დიახ, მოგვიწია ისე, რომ ავტობუსით წავსულიყავი დანარჩენი გზა. ფაქტობრივად ვიარეთ მთელი დღე, 12 საათი ვიყავით ავტობანზე და გავიარეთ მხოლოდ 150 კილომეტრი. ეს არის ძალიან ცოტა 12 საათისთვის და დანარჩენი 150 კილომეტრი უკვე ამ ქალაქამდე მივედით. შევიძინეთ ავტობუსის ბილეთები, ჩვენ დასაბედნიეროდ ძალიან იაფი დაგვიჯდა და გავუყევით ტალინის გზას. სულ არ გამართლებაზე რომ არ ვილაპარაკოთ, გეტყვით ასევე იმას, რომ გაგვიმართლა იმაში, რომ იყო ნათელი დღეები. ფაქტობრივად ტალინში ჩავედით ღამის 1 საათზე, მაგრამ იყო დილის 10 საათივით, სულ გადათეთრებული იყო იქაურობა, ნათელი დღე იყო, ფაქტობრივად თამამად შევხვდით ამ ბავშვს, ვისაც გასაღები უნდა მოეცა, დაგვაბინავა სახლში და ასე დაამგვარად ეს მწარე და ტკბილად გასახსენებელი მოგონება დაგვჭა ასე მწარა და ტკბილად გასახსენებლად. საბედნიეროდ რიგიდან ტალინში გამოცდილებამ გვიჩვენა ის, რომ არასდროს აღარ ვიმოგზაურებ ევროპაში ავტოსტოპით. რა თქმა უნდა, ეს ევროპას ეხება და არა აზიას. აზიაში რადიკალური განსხვავება. აზია არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება და აუცილებლად გავაგზავნებთ ჩვენი ავტოსტოპების სერიას უკვე აზიაში. ძალიან მაინტერესებს თუ თქვენ გქონიათ რამე მსგავსი გამოცდილება ევროპაში, არა მხოლოდ ევროპაში და ზოგადად ავტოსტოპის გამოცდილება თუ გქონიათ, თუ არ გქონიათ, თუ აპირებთ გქონდეთ, რადგანაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ავტოსტოპი ეს არ არის უფასო გადაადგილების საშუალება. გარკვეულწილად არის. მაგრამ ამის იქით არის ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ძალიან ბევრი კარგი ახალი ურთიერთობა. ვინც ჩემს ავტოსტოპის ვიდეოს უყურა, მიუხედავად იმისა, რომ დიდად ხარისხით ვერ მოვიხიბლა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მაგ ვიდეოებით ვიწყებდით ასეთი სტილის ვლოგების ჩაწერას, იქ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩვენ ავტოსტოპით მოგზაურობისას გავიცანით ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, ვისაც დღემდე ვემეგობრებით. თუ არ გაქვთ ავტოსტოპის გამოცდილება, გირჩევთ, რომ ერთხელ მაინც სცადოთ, რადგანაც ეს არის რადიკალურად სხვანაირი გამოცდილება. ეს არ გავს არც თვითმფრინავით გადაადგილებას და არც რომელიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. დასასრულს გითხოვთ, თუ მოგეწონათ დღევანდელი ჩემი ვლოგი, გამოიწეროთ, თუ არ მოგეწონოთ, დაადისლაიქოთ, არა, ეგ არ ქნათ. და გამოიწეროთ ჩემი არხი, თუ არ გამოგიწერიათ, ჩართოთ notification-ი, რომ პირველმა ნახოთ ჩემი ვიდეოები, არა მხოლოდ ჩემი, მარიამის ვიდეოებიც და შევხვდებით შემდეგ ვლოგში.